მე-19 საუკუნის სარეკლამო განცხადებები, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება, ძველი პერიოდული გამოცემების ფურცლებზე განსაკუთრებული ადგილი ლაღიძის წყლების რეკლამას, კამფეთ სახელწოდებით რუსთაველი და რეზინის ფეხსაცმელს უკავია. მეწარმეების საკუთარი პროდუქციით მოსახლეობის დაინტერესებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ. შედარებით გვიანდელ გამოცემებში რეკლამები უკვე გრაფიკულადაც არის გაფორმებული. საქართველოს ეროვნული არქივი ძველი სარეკლამო განცხადებების ელექტრონული არქივის შექმნაზე მუშაობს. რა თქმა უნდა, მუსიკალურ თანხლებას ვაქცევ ყურადღებას. ესთეტიურად უნდა მომეწონოს. ტექსტით მაინც რა მოგახსენებ, უფრო შინაარსით, ვიდრე ფრაზებით. არჩებოდა მამაჩემი უცოლოთო, შენ ვერ გაყოლოდიო რა. აი ეს რეკლამაა, რაღაც რეკლამაა. სანამ ქუჩებში ბილბორდების გამოჩენა არავის გაუკვირდებოდა, სარეკლამო ბიზნესი საზოგადოების მოთხოვნასთან ერთად ვითარდებოდა. ხელოვნებას დაომიზნო თავში და მოხვდა საფულეში, მრავალ საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი წერილობითი ფორმის რეკლამა ხელით დაწერილ რომაულ გაზეთში მოხდა. საქართველოში კი ერთ-ერთი პირველი სარეკლამო განცხადებები მე-19 საუკუნის პრესაში ჩნდება. ეს არის 1905 წლის 3 ივლისის ცნობის ფურცელი, სადაც ვკითხულობთ, რომ გაიღო რესტორანი ბაღით, კავკაზი, მეორე სახლი ფუნიკული ორდან მამა დავითის გორაზე, გრილად მოწყობილი კაბინეტებით მზადება. რესტორნებისა და ახლად გახსნილი სასაუზმეების გარდა ძველ გაზეთებში ეროვნული არქივის თანამშრომლებმა ბევრ საინტერესო განცხადებებს მიაგნეს. საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთის გვერდებზე სარეკლამო განცხადებებს დიდი ადგილი უკავია. განცხადებებიდან ირკვევა როდის და სად გაიხსნა კუბოს პირველი მაღაზია, შეშის საწარმო და რამდენმა ისარგებლა მზითვის დასხოვის სერვისით. ამ ტიპის რეკლამები იმ პერიოდისათვის საინტერესო იყო დაინტერესებული პირებისაც, რომელთაც რესტორანში სურდათ საღამოს გატარება, თუმცა ჩვენთვის დღეს ამას უკვე სხვა დატვირთვა აქვს, ჩვენ ვიცით, როდის რომელი ორგანიზაცია გაიხსნა, სავაჭრო პუნქტი იქნებოდა ეს თუ საზოგადოებრივი კვების ობიექტი. ბროლის ვარდისფერი საპონი, გრამაფონი კონკურენციის გარეშე, მკვიდრი კოხტა და მსუბუქი ფეხსაცმელი და რეზინის კალოშები. ეს განცხადებები საუკუნის წინანდელი პრესის ფურცელზე ხვდება. აქვე მსურველს თავაზობენ სარფიან ფასად შეიძინოს კონფეტი რუსთაველი. ტკბილეულის დაგემოვნებასთან ერთად მყიდველი უკვდავი პოემის სტროფებსაც ეცნობოდა. რეკლამების ყველაზე დიდი ნაწილი ყოველდღიურ გაზეთში ცნობის ფურცელში იბეჭდებოდა. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, როცა დაემატეს გრაფიკული გამოსახულებები ამ რეკლამას, უფრო მეტად მიმზიდველი გახდა ეს მკითხველისთვის, როგორც სხვა საჩინოების თვალსაზრისით, ასევე ყურადღებას იპყრობდა და დაინტერესებას მათ ამ რეკლამების მიმართ. საქართველოს ეროვნულ არქივში 200-მდე სხვადასხვა სახელწოდების პერიოდული გამოცემა ინახება. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მე-19 საუკუნეში ძირითადი აქცენტი სიტყვაზე კეთდებოდა, უფრო მოგვიანებით მთავარი დატვირთვა გრაფიკულ გაფორმებაზეა. აქვეა გრილი და სასიამოვნო ცურნელოვანი პირველი ქართული თამბაქოს რეკლამა. ოღონდ 1887 წლის სარეკლამო განცხადებაში თამბაქოს მავნებლობაზე არაფერი წერია. ეს რეკლამის საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ, თუ რა იყო ყველაზე საინტერესო იმ პერიოდის საზოგადოებისთვის, როგორც ადგილზე წარმოებული პროდუქციიდან, ისევე იმპორტირებული უცხოეთიდან შემოსული პროდუქციიდან. გარდა პროდუქციისა, რეკლამებში არის ასახული სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებებით, რომელიც არის დაწყებული, ვთქვათ, დამკრძალავები უროებიდან, ასევე მზითვის დაზღვევით დასრულებული. უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული არქივი სარეკლამო განცხადებების ელექტრონული კატალოგის შექმნას გეგმავს. სავარაუდოდ კატალოგი ეგნატე ნინოშვილის თხზულებათა პირველი გამოცემის შესახებ პირველი სარეკლამო ხასიათის ცნობით დაიწყება. რაბათის ციხე და